და გამართულ წელში გამართული შემადგენლობებით არის როგორც ერთი, ისე მეორე გუნდი. ამასობაში დაიწყეს რუსთაველებმა ცენტრიდან გუნდის კაპიტანმა გიორგი ბასილაიამ დაკიდა მაღალი ბურთი და პირველი რაც მოახერხეს მხატვრებმა გახლავთ ის, რომ ბურთს დაეუფლა, შემდეგ იაშვილის უკან პასი და მარგიანის შორეული დარტყმა და ვნახოთ როგორ გაგრძელდება აქ უკვე მოვლენები. რუსთაველები აპირებენ ამ ბურთის ხელით წამოღებას ცხადია, იმიტომ რომ ყველაფერი ცენტრში ხდებოდა და პირველი ჯარიმა მხატვრების სასავთ, ამიტომ ზედმეტ კომენტარები არ დაჭირდება იმას თუ რა ხდება მოედანზე. წინ გადაუვარდათ ბურთი აკადემიას დერეფანში. პირველივე დერეფნის დაკარგვა მაინც და მაინც კარგი თემა ვერ გახლავთ. რუსთაველებს მიეცა ჩანსი რომ წინ წაეწიათ და ეს ყველაფერი ხდება მაცალე 22-ში და ვაჟა ხუციშვილიც ცდილობს ახლა ბურთის გამოტანას. თვითონ ხوار და არ ყავს. კი ბატონო, თვითონ დაარტყა, მაგრამ მოედანში დატოვა? არა ბატონო, მოედანში არ დაუტოვებია. ნიჩიაზე შეთანხმდნენ. შეთანხმდნენ და არ არის არგუმენტირებულიც გახლავთ საკმაოდ მყარად. მოდი ახლა მივადევნოთ თვალყურია ხებაზე როგორც კი გადავედი რუსთაველების რა გააკეთეს პირველივე ბურთი დაუშვეს მიწაზე, მან და იღბლათ ეს ბურთი მათ მხარეს გადმოვარდა და ისევ თვითონ დაეუფლნენ, თორე აქ შეიძლებოდა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩენილიყვნენ. ბასილაიას დარტყმული და ეს თუ გადავიდა აუტში, ძლივს გადაარჩინა ამ შემთხვევაში მარგიანმა, თორე კარგს არაფერს ნამდვილად არ უკადა, იმიტომ რომ მოგეხსენება თითქმის თავისი სანდრო მარგიანმა პირველ აგდება დავარდნა აცადა ბურთს, მერე უყურა კარგა ხანი და მერე გადაეუფლა ამ ბურთს. ნუ მოკლედ ჰაერში თამაში საკმაოდ სერიოზული შეცდომები აქვს როგორც ერთ ისე მეორე გუნდს. აქ რუსთაველებმა დაიწყეს და 22 მეტრიანს უკვე მიუახლოვდნენ, ვაჟა ხუციშვილი გააგრძელა თამაში მაჭარაშვილზე. უკვე 22 მეტრიან ზონაში არიან მოწინააღმდეგის და პირველი ბიძგი სანდრო ილურიძის მიერ გაკეთებული, მაგრამ რა გინდა? დისტანციაზე სახეებს ხშირ შემთხვევაში ვერ ხედავდა, აი ნომერაციით გარკვევის შანსით საკმაოდ შეზღუდული მაქვს. წითელ ფონზე შავი ნომრების დაწერა ალბათ 3 მეტრიან დისტანციაზე არის მხოლოდ გათვლილი. ამასობაში მხატვრებმა გაიშვეს. მხატვრებმა 1-2 დარტყმის შემდეგ საკმაოდ მოახერხეს წინ წასვლა და აქ უკვე სიღრმეში გადაიტანეს თამაში. მაშინ მოძღვრიშვილის პასის შემდეგ აკადემიელები მთაზე გადმოვიდნენ და გიორგი გოგლიძის მშვენიერი გარღვევის შემდეგ მეორე კაცზე აგდებული ბურთი ბურჭულაძე მშვენივრად მუშაობს. იგებენ დერეფანში ბურთს და იმასაც ახერხებენ რომ 2-3 მეტრი წინათ წაიწიონ მოლით. თუ აკმარეს ეს 2-3 მეტრი, რუსთაველებს მადა კიდე უფრო გაეღვიძათ ამ წარმატებული ბიძგის მერე. ბოლოს და ბოლოს გამოიტანა ხუციშვილმა ბურთი და ამას მოყვა ბასილაიას მაღალი დაკიდებული ბურთი. დავით ღებრიშვილი მშვენიერი იყო. მოძღვრიშვილი მაპატიეთ. ღებრიშვილი რა შუაშია. მოძღვრიშვილი მშვენიერი იყო ამ ეპიზოდში და სტაბილურ რეჟიმში გადაყვანის შანსი მიცა უკვე აკადემიას, რომელმაც ხელითვე წამოიღო ბურთი და უკვე ფრთაზე ანვითარებდა შეტევას. კიდევ ერთი მოლი, მაგრამ ეს უკვე 10 მეტრიან ზოლთან არის მიახლოებული. ძალიან საინტერესოა, არც არაფერი მიკვირს ამაში, რომ აკადემიკოსები ციკლაურ აფცეური უკვე ვაცრავად ნიკა აფცეური, რომელიც მე პირველად ხედავ და გუშინღა გავიგე, როდესაც შემოდგენლობა წავიკითხე იმის თაობაზე, რომ თურმე აკადემიაში იყო ჩარიცხული, სერიოზული ძალა არის და თავის სერიოზული ძალა ამავე სიტუაციაში გამოავლინა კიდევაც, როდესაც 3 კონტაქტის მერე მართალია წინსვლით წაიწია 1 მეტრანახევარი ამ 3 კონტაქტის შემდეგ, მაგრამ ნუ მწვრთნელი გახლავთ აქ მე მგონი არა, ყველაფერი წესრიგში ყოფილა. ეს მე მომეჩვენა, რომ თითქოს არასწორად იყო აგდებული დერეფანში ბურთი, პირველ კონტაქტში აკადემიკოსები არ შევიდნენ, შემდეგ გაგრძელება როგორი იქნება, უპირატესობა აქვს. ხელი გაიშვირა მსაჯმა, გაათამაშეს და ძალიანაც კარგად გაათამაშეს რუსთავის ღარემ აუკარა ფრთაზე და საერთოდ კოშაძე, გიო კოშაძე მიიწევდა, არა აუტში არ გადასულა ბურთი დააფიქსირეს კიდევაც ვაჟა ხუციშვილმა. გამოიტანა ეს ყველაფერი ხდება მოწინააღმდეგის 22 მეტრიან ზონაში და რასასწრენი მსაჯის ეს 10 მეტრში იქნა აუჩი ბურთი გადატანილი. დერეფანში მშვენიერი ნამუშევარი იყო, გაგრძელება მშვენიერი მოუნახეს რუსთაველებმა და აქ უკვე 5 მეტრიან წითელ ზონაში გაბრძანდებიან. კიდევ ერთ ერთხელ მოუნაცვლებენ ვითომ მიწოლის ეპიცენტრს.
ვაჟახოცაშვილი მზად იყო ბურთის გამოსატანად, მაგრამ ორკინალებმა არ დაუტოვეს მას ბურთი და თვითონ აგრძელებენ მუშაობას. აგრძელებენ და საკმაოდ ეფექტურად, ეს იქიდან გამომდინარე, რომ ჯარიმის უპირატესობა უკვე გააჩნიათ, მაგრამ აქ აბდა-უბდა იყო სრულფასოვანი შექმნილი უკანა ხაზში და ძალიან ეფექტური სიტუაცია, როდესაც 3-1-ზე მოკლე ფთაზე შეეძლოთ, რომ უპირატესობა მოეთპოვებინათ რუსთაველებს, ვერ იქნა ლიკვიდება. გამოსარგებლო და ანგარიში ნელა-ნელა გახდა უკვე 6-0. ისევ დაშვებული პირველი დაკიდებულ ბურთი მიწაზე. არა და თანამედროვე რაგბში მიწაზე უკვე პირველ დაკიდებულ ბურთს, მაღალ დაკიდებულ ბურთს არავინ არ უშვებს. და ეს ალბათ გამოსასწორებელი თემა, მოძღვრიშვილი გახდათ შეტევაში, თითქოს იმიტირება გააკეთა, რომ შიგნით შეიძლებოდა პასის შეტრიალება, მაგრამ გაგრძელება არ მოენახა. თუმცა აკადემიკოსები აკონტროლებენ ბურთს. იაშვილმა უკვე მორკინალებს გაასინჯინა თამაშის გემო. ჯარიმის უპირატესობა გააჩნიათ. მახარაშვილი ვანო, კი ბატონო, იგებს იაშვილი, გამოიტანეს ბურთი. გამოიტანეს ბურთი და ბურთს აფცეაური ეუფლება, ახერხებს წინ მისვლას 22 მეტრიანთან მივიდა ნიკა აფცეაური, მაგრამ გააგდებინეს ბურთი ხელიდან. ამას მომენტალურად ბურთის ფეხით მოგერიება მოყვა და ძალიანაც ეფექტურადაც. კიდევ ერთხელ გაუსუხავს იმას, რომ ქარი მათი მეგზური გახლავთ პირველ ნახევარში. თუმცა წამოიწყო სანდრო მარგიანმა კონტრშეტევა, მაგრამ სამიტირება ერთხელ მეორედ, მეორე კაცზე და მშვენიერი ნამუშევარი მე-6 კაცზე. გაგრძელება როგორი იქნება? გაგრძელება მოლის გვერდზე დარტყმა იყო, რამოდენიმე მეტრი მართალია წინ ვერ მოახერხეს, მაგრამ გვერდზე მოხერხეს. დათო მოძღვრიშვილი მესამედ იწყებს უკვე ცენტრიდან ბურთს და აქ უკვე მოახერხეს გიონ ათალაშვილი ყოველ შემთხვევაში ცდილობდა ამ ბურთის დაუფლებას, მაგრამ ვერ დაეუფლა. ანუ ვერც ერთი ბურთი რუსთაველებმა ჰაერში ვერ მოახერხეს და ვერ მოხსნეს. ჯერჯერობით. ერთი იყო ესეთი, კი, ერთი სიტუაციაში მოხსნეს ბურთი, მაგრამ 4 გააგდეს. ზოიძე დაიტოვა ბურთი, იაშვილი, გამოიტანა იაშვილმა ბურთი, მარგიანმა სიღრმეში გადაიტანა თამაში. აქ მორკინალები გადავიდნენ დასახმარებლად. იაშვილი ცდილობდა მოლის გვერდზე, რომ ხრელი მოენახა მეტოქის დაცვაში, ჯერჯერობით ვერ მოახერხა, მაგრამ მარგიანი იყო იძულებული და გააკეთა კიდევაც გამოიტანა ბურთი, მაგრამ მაინც და მაინც წინსვლის რა მოგახსენოთ, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. აბრამიშვილი და ეს ჯარიმა ვნახოთ ზრებებს იმედია ხვალ გაგვანდობენ ყველას. ეს მატჩი გაიმართება 14 საათზე. აქედან გამომდინარე მეორე თამაშის წინ მოდი ახლა მივყვეთ იმას, რაც ხდება მოედანზე, დავანებოთ იმას, რაც უნდა მოხდეს ხვალ. ამას ნახავთ ხვალაც. აკადემია მოიგო დერეფანში ბურთი და გაგრძელებაც მოუნახა. ბერიკაშვილი იყო შეტევაში. კიდევ უფრო დამოკლდა მანძილი ლელომდე. აქ შეტევაში გვარამია გადავიდა ბექაპ. გვარამიას დარტყმის შემდეგ აკადემიამ ბურთი დაიტოვა აფცეაური. ისევ დაიტოვეს ბურთი მხატვრებმა. და ისევ მორკინალებით გააგრძელეს. მახარაშვილის კონტაქტი კი უკვე საგრძნობი იყო, ძალიანაც საგრძნობი იყო. მოლის გვერდზე კიდევ ერთი დარტყმა მხატვრების და კიდევ უფრო დამოკლდა მანძილი. 5 მეტრიანს უკვე მიუახლოვდნენ და ამასობაში მოხდა ის, რომ გახსოვთ ალბათ ყველაფერი დერეფანში ძალიან კარგი თამაშიდან დაიწყო, შემდეგ გაგრძელებები და ასე შემდეგ. ზოიძემ პირველი ბურთის მოხსნა ვერ მოახერხა, თუმცა აკადემიელებს დარჩათ ეს ბურთი და რა. არა, არც არაფერი. და ის რომ იაშვილი ახლა ბურთს გამოიტანს. მაგრამ გამოტანამდე როგორც ეთყობა აფცეაურის საშუალებით გადაწყვიტა, რომ დარტყმის კუთხე გაეუმჯობესებინა თავისი დამტყმელისთვის, მაგრამ უკან მოუწია დახევა. იაშვილს ამჯერად უკვე მოძღვრიშვილისთვის საკუთარ ჩათვლის მოედანში მოუწია პასის გადაცემა. თუმცა დათ უკვე უწევს პირველი თამაში არ არის, სხვა შორის რა 15 ნომრის პოზიციაზე გახლავთ. მოახერხეს და გიორგი ნათალაშვილმა და სანდრო ილორიძემ მოახერხეს ცენტრში გარღვევის მოწყობა. ხუციშვილი, ჯარიმის უპირატესობა გუნდს უკვე გააჩნია. ისევ ხუციშვილი, მარჯვენა ფთაზე გადააქვს თამაში. აქ უკვე ბასილაემ რამოდენიმე კაცი გამოტოვა და ფთაზე გადაწყვიტა, რომ შეტევა გაეგრძელებინა. პეტრიაშვილი იყო ჩართული საქმეში. არა, თურმე 1-1-ზე ყოფილან დარჩენილი. კოშაძე იყო ბოლოს შემტევი. მან მოახერხა 1 მეტრი წინ წასვლა და აქ ძალიან საინტერესო განვითარება შეიძლება მოუძებნოს. ძალიან საინტერესო მე მგონი საკმაოდ ბევრია.
ჯერ სულ 25 წუთი არ გასულა. პეტრიაშვილმა მოახერხა ამ ბურთის როგორც იქნა ნახტომში დაუფლება. რასაც გიო ბასილაიას შორეული დარტყმა მოყვა. მისივე კოლეგამ სანდრო მარგიანი და ერთ-ერთი რუსთაველი დავარნილია. აქ პირდაპირ გადავიდა ბურთებით არ გააჩნდა. მისი მოწოდებული ბურთი და ივარგა დემეეფრემიძემ. კიდევ ერთხელ ჩაახუჭუჭეს რუსთაველებმა მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს თამაში კოშაძე გაცდა ერთ შიგნით შემოატრიალა ბურთი და გაგრძელება მოუნახეს კი ბატონო იმ ეპიზოდიდან რომელიც დავაფიქსირე უკვე მონაყული კონდათ გაგრძელება კიდევ ერთი შორეული გადაცემა და აქ უკვე ცენტრალურ ზონაში აღმოჩნდნენ რუსთაველები ვაჟათუმა ჩკარა გამოიტანს ხუთიშვილი ამ ბურთს შეიძლებოდა რომ ოპერაციობა მიეღოთ მაგრამ აი ამ პასმა მე მგონი ყველაფერს კაზი გადაუსვა გიორგი ნათელაშვილისა საბოლოო ანგარიშის 26 წუთისთვის მაგდა უკვე ვახსენე ამის გახსენება აღარ ღირს თუმცა აი ამის დაფიქსირება კი ნამდვილად ღირს აკადემიკოსებმა პირველ რიგში გამოასწორეს დერეფანში თამაში და აი ამის შემდეგ უკვე მისი გაგრძელებები პირველი ორი დარტყმის შემდეგ ბურთი გამოჩნდა იაშვილმა როგორც იქნა ეს ბურთი გამოიტანა ზოიძეს არ მიცეს გაკანების საშუალება წამოეშვილა ვანო ბერიკაშვილი მაგრამ ვანომაც 1 მეტრის მეტი უპირატესობა ვერ მოიტანა თუმცა აკადემიკოსები ისევ აკონტროლებენ და იონე ხელაია ცდილობდა აქ ბურთის გათამაშებას მაგრამ დაცვა ამჯერადაც უნაკლოდ მუშაობდა აი ნახეთ სიტუაცია როდესაც ერთ მოთამაშეზე ბურთიანი მყავს ხედელობაში ორი მოთამაშე თამაშობდა ამ სიტუაციაში როგორ იქნება ლუკა კობახიძე გახდა შეტევაში ჯერჯერობით აკონტროლებს დაცვაში რუსთავის ყარებით ძალიან კარგად სიტუაციას ამჯერად ატრიალდა მე მგონი გიო გოგლიძე უნდა ყოფილიყო ვეღარ შევამჩნიე სამაგეროდ რამაზ მაზმიშვილი ნამდვილად არ მეშლება არავიში და საბოლოო ანგარიში რა მივიღეთ საბოლოო ანგარიში მაინც ვერ მოახავს ხარებს მისცა საშუალება იმისი რომ იოლად მოიგერიონ ეს ბურთი არც კი უცდიათ აუჩი გადატანა ერთი ამოკრეს ფეხი და მივიდნენ მეტოქის გარებამდე დათო მოძღვრიშვილს ამის ფუფუნება მე მგონი არ ექნება მაგრამ რასელოდებოდა ეხლა ლევან ჭავჭავაძე ამ ბურთის ჭავჭავაძე მოაწვის ბურთს ლევან ჭავჭავაძე მშვენივრად პატაბურჭულაძესთან შეთამაშებული მეორე კაცზე მშვენივრად მუშაობს რუსთავის დერეფანი მოაკერხეს და ბურთი გამოიტანეს რასაც ბასილაიას მაღალი დაკიდებული მოყვა და დათო მოძღვრიშვილი საკმაოდ უხერხული სიტუაციიდან აკერხებს ამ ბურთის განეიტრალებას ბრავო დათო მოძღვრიშვილის მშვენიერი თამაში რუარა აქ რუსთაველებს შეეძლოთ სერიოზული პრობლემები შეექმნათ აკადემიისთვის. აი ყველაფერი ამას დათოს ასე ვთქვათ დამაჯერებელ თამაშს რაც მოყვა ის რომ აკადემიკოსებმა გადაწყვიტეს საერთოდაც შეერთესობა ასაკული ქულებში იაშვილებმა გამოიტანა ბურთი მარგიანი ცენტრში გადაწყვიტეს რომ შეტევა განავითარებინათ აფციაური იყოს შეტევაში მაგრამ აქ მარგიანს ბურთი წინ გაუვარდა ადგილზე არის ყოველთვის გამორჩეული დერბი იმართებოდა მართალია პოლონელების სახელით გამოდიან ახლა ყოჩები ამასობაში მივადევნოთ თვალყური იმას როგორ განვითარდება მოვლენები დათო თაბუკაშვილი იყო თუ მხედველობა არ მღალატობს შეტევაზე მარცხენა ფრთაზე მაგრამ მახარაშვილის მიერ მოწოდებული ბურთი და ამ შემთხვევაში ბერიკაშვილმა ვანომ მშვენივრად ითამაშა მოახერხეს გაჭრა იქვე იმავე ზონაში არც ისე შორს აუტიდან მაგრამ ბურთი სად არის მახარაშვილი ნიკა აფციაურზე იყო აგდებული ბურთი ეს კი სიახლეა ჩემთვის ოჰო აქ წინ გადაუვარდათ აკადემიკოსებს ბურთი და უკვე კონჩეტევაში არიან გადასულები სანდრო ილურიძე უნდა იყოს ამ დისტანციიდან ესე ჩანდა ხარდაჭერა მშვენიერი აღმოჩნდა და ვაჟა ხუციშვილს ეძლევა საშუალება გამოიტანა კიდევაც კარგახანია და ბოლოში უნდათ გათამაშება აქ დიდი ეჭვი მაქვს უბრალოდ წინ თამაში დააფიქსირა საჯარმა და მიუხედავად ამისა რუსთაველებმა მკვეთრად უმატეს სათამაშო ტემპს ხუციშვილმა ისევ გამოიტანა და ბასილაევ სიღრმეში განაგრძო თამაში არ ვიცი ახლა ის უპირატესობა რომელიც მანამდე გააჩნდა და საჯის მიერ იყო დაფიქსირებული ჯერ კიდე ძალაში გახლავ თუ არა მაგრამ კოშაძე არანაირი კოშაძე ერეკლი მაჭარაშვილი იყო შეტევაში ფრთაზე კოშაძე უნდა ყოფილიყო და მე ავტომატურად გამოვაცხადე კოშაძე მაგრამ აქ ბასილაიას გაუვარდა უკვე შეტევაში ბურთი და უკვე კონტრშეტევა რომელიც აფციაურმა წამოიწყო ერთი და მეორე კონტაქტის შემდეგ მშვენიერი შეტევის გაგრძელების საშუალება მისცა თავის გუნდს აკადემიკოსები უკვე გამოსულები არიან აი ამ პასმა გადაასხა საერთო ცივი წყალი გაკანია ზამთარში ყველაფერს
და აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა სანდრო მარგიანი, აი ამ პასიდან გამომდინარე არასწორი გადაცემიდან გამომდინარე, თორე აი მაშინ კი ჰქონდათ ფრთების გასვლის საშუალება მხატვრებს, მაგრამ არ მიეცათ. თუმცა ბურთზე კონტროლი არ დაუკარგიათ. იაშუნა სიღრმეში გადაიტანა ამ პასი და ერთადერთი გამოსავალი რაც დათო მოძრაობის რჩებოდა სკლავ. ამჯერად ჭავჭავაძე მოაწოდა ბოლოს წინაკაზე და ამ სიტუაციაშიც გადასარევად ითამაშეს რუსთაველებმა, თუმცა იქ პასი ხაზის გაჭრის ფაზაში არც მაინდა დამაჯერებელი იყო და იძულებული იყო პასი ფეხით მოეგერებინა, მაგრამ წამოღებული ბურთი და ისევ აფსეაური უნდა იყოს, მე მგონი. მშვენიერი იყო, მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში, რომელიც შექმნილია. ეხლა თვითონ სარგისებულად შეიცვალა ურთიერთობები. ის რასაც აკეთებდა მოაწოდეს მეოთხე კაცზე, მოიგეს. გამოიტანეს კიდევაც ბურთი. ბასილაემ ისევ დაიწყო ჩახუჭუჭება ამ შეტევის და ჩახუჭუჭებული სიტუაცია საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. 22-ში მართალია შემოვიდნენ, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობის გაკეთება ფრთაზე ვერ მოახერხეს. თუმცა რუსთაველების შეტევა ისევ გრძელდება და ამ სიტუაციაში საყვანად ეს უკვე გააკეთა. პირველი დაკიდებული ბურთი და ჰაერში მოახერხეს რუსთაველებმა. კერძოდ გიო პეტრიაშვილმა ამ ბურთის მოგება და მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს თამაში. 22-დან გამოვიდნენ ხუციშვილი, სიღრმეში მიცავ 22 მეტრიანში ბურთს რა თქმა უნდა პირდაპირ აუჩი დარტყმას აზრი არ ქონდა ლუკა კობაური. აქ ბურთი ხوار დაკარგეს, კონცერტება წამოიწყეს, მაგრამ წინ გაუვარდათ როგორც ეთყობა რუსთაველების ბურთი და ექსკაცენ დერეფანი ბოლოს წინაკადზე აგდებული ბურთი ზოიძე მოახერხა ამ ბურთის მოგება ღამბაშიძე ვანო ბერიკაშვილი ღამბაშიძე გამოიტანეს და მორკინალებით გააგრძელეს შეტევა. გააგრძელეს შეტევა და რუსთაველებს რო ელანძეა. ამჯერად შვენიერი თამაში იყო ბერიკაშვილის დერეფანში. შეკრა აკადემიამ შერკინება და ძალისმიერი მეთოდით ცდილობენ მიწოლას და ცდილობენ და აყერყებენ კიდე ვაც რაც საბოლოო ანგარიში პირველ დაკიდებული ბურთი და ისევ კაცშვილი არ იჭერს ამ ბურთს პირველ დაკიდებულ ბურთს. ამჯერად ღამბაშიძეს გაუვარდა ბურთი, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა უკან წესების დაცვის. აქედან გამომდინარე აკადემიკოსები აკონტროლებენ თამაშს. ღამბაშიძე მარგიანზე გადაიტანა თამაში. მარგიანმა შორს მოიგერია ბურთი. პეტრიაშვილმა აიღო და კონცერტება დაიწყო რუსთავმა. კონცერტება დაიწყო რუსთავმა და ბასილაემ გადაწყვიტა რომ თვითონ შეედია. რამდენად კარგი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს უახლოეს წამებში გამოჩნდება და უკვე გამოჩნდა. აკადემია მოახერხა სამკაციანი ოპერაციების დაცვაში გამოყენება და უკვე აფსეაური დაიძრა და 22 მეტრიანში უკვე შეაღწია. მოახერხეს აკადემიკოსებმა სწრაფად ხაზის ამოწევა, ღამბაშიძე ბუნებრივია გამოიტანა ბურთი და მარჯვენა ფრთაზე გრძელდება უკვე შეტევა. უკვე ცენტრალურ ზონაში გადაინაცვლა ღამბაშიძემ ისევ მარჯვენა ფრთა აერჩია, თუმცა აქ შიგნით შეტრიალებული პასი მარგიანის რომელიც ზოიძემ გააგრძელა და ბურთი ვისია. როგორც გითხარით გიო შარვაშიძე 10 წუთით იქნა გაძევებული მოედნიდან. და რა და ის რო აგაანიავეს აკადემიამ ერთი ხირო გელო ლემონჯავა ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. ღამბაშიძე აფცეაური ფრთაზე გადააქვთ თამაში მარცხენა ფრთაზე და ტემპით საკმაოდ მაღალია. უკვე შეტევაში მოძღვრიშვილია ჩართული. დათოს პასი აღარ გაუკეთებია, იმიტომ რომ შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო. აქედან გამომდინარე გამოიტანა ბურთი და რა მივიღეთ ის რომ ამჯერადაც შვენიერი ნამუშევარი იყო დერეფანში, ისევ დატრიალდა მოლი და ისევ წინ დაიძრა აკადემია. მაგრამ ჯერჯერობით ხარები არა ახერხებდნენ მეტოქის გაჭერებას, მაგრამ საბოლოო ანგარიში ჯარიმის ფასად დაუჯდათ ყველაფერი ეს. თუმცა აკადემია ამ ჯარიმის რეალიზებაზე ზრუნავს. ვანო ბერიკაშვილი გააჩერეს მოლის გვერდზე დატყმის ზოიძე ზოიძემაც მოახერხა რამოდენიმე მეტრი წინ წასვლა და მართლა გითხრათ თვალი და ზოიძე მოიგო დერეფანში ბურთი.
ზოჯიგოძე მოიგო და დაუტრიალეს მომენტალურად დერეფან შემოგებული ბურთი და აფცეური გაიჭრა წინ, თუმცა რა. შვიდ შორის დიდი განსხვავება. 3-4 წუთია რუსთაველები თავდაცვაში იყვნენ გადასულები და ნუ თითქოს დამწიფდებოდა კიდევ ერთი რასაშუალებით ანგარიშის გაზრდა აკადემიელების მხრიდან, მაგრამ ვერ მოხერხდა. გიოპეტრიაშვილმა მოიგერია ამ დროს ბურთი, მარგიანმა წამოიწყო კონტრშეტევა, მაგრამ რატო გაჩერდა ბოლო ფაზაში ვერ გავიგე, აქ ჯარიმა იყო. შერვაშიძე აჩეხება ლუკა კოპახიძეს, მას მოუწევს და სვენება და ამის ჯარიმა, მაგრამ რამდენად ისარგებლეს, ნუ აქ მთელი ზღვა იყო შეცდომების. ერთი რო ვერ გადაიტანა გიორგი ბასილაიან ბურთი აუჭიეს ერთი, მაგრამ ნაცადი ხერხი, ნაცადი ნამუშევარი და პატა ბურჭულაძე ახერხებს ამ ბურთის მოგებას ამჯერადაც. სიღრმეში დაიწყეს თამაში რუსთაველებმა, სიღრმეში დაიწყეს თამაში და უკვე ცენტრალურ ზონაში გადაინაცვლეს. პირველი დარტყმის შემდეგ ცოტა დაუგვიანდა ვაჟახუცუშვილის ბურთის გამოტანა, მაგრამ სამაგეროდ გამოიტანა და მომენტალურად გადაიტანა თამაში სიღრმეში უკვე აკადემიის და კარის წინ. აქ დათო მოძღვრიშვილმა გადაწყვიტა რომ ფეხით მოეგერიებინა ბურთი, იმიტომ რომ რუსთაველები იმდენად კარგად ნახევარში და თითქმის ყოველთვის ფლიანად ცვლის ხოლმე პირველ ხაზს, ამის რეზერვიც გააჩნია. უყვარს ერთია და რეზერვი თუ არ გაგაჩნია, რას გამოცვლი და აქ უნდა გითხრა რომ არც მაინდა-მაინც დამაჯერებელი გაგრძელება პირველ ეტაპზე თითქოს და მოენახა, მაგრამ აქ შეტევაში ახლად შემოსული გურამ ხანდაურიშვილი შემოსულა. გურამ ხანდაურიშვილი როდის შემოვიდა, მაგი ვერ დავაფიქსირე, მაგრამ ფაქტია რომ ხარებმა ხარების შეტევა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა რომ გამოჩნდეს. მოიგეს მხატვრებმა ეს ბურთი და გაგრძელებაც მშვენიერი მოუნახა ლუკა კობაურმა. ცენტრში დარტყმის შემდეგ ჯარიმის უპირატესობა უკვე გააჩნიათ მხატვრებს, გადმოიტანეს საერთოდაც პლანზე და დათო მოძღვრიშვილი მარტო ცდილობს აქ ორი მოწინააღმდეგის წინაშე გამკლავებას. რუსთაველებმა მოახერხეს უბრალოდ კი რუსთაველებმა მოძღვრიშვილის გააჩერება კი მოახერხეს, მაგრამ აკადემია აგრძელებს შეტევას. ღამბაჭძემ გადაიტანა თამაში მარცხნივ გაგრძელება ცდილობდა სანდრო მარგიანი და გარკვეულწილად ახერხებს კიდევაც. ნიკა აფცეაური იყო ჩართული, მარცხენა ფრთაზე გადაიტანეს თამაში და აქ წელი კორეანტელი ჩაატარა რამაზ მაზმიშვილმა და გააგრძელა კიდევაც თავის გუნდის შეტევითობა. აფცეაური გააჩერეს ღამბაჭძემ უკვე მარჯვენა ფრთა აირჩია შესატევად. დათო მოძღვრიშვილი დაუსხდა უშუალოდ თავის მოწინააღმდეგეს. ჯარიმის უპირატესობა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აკადემიას უკვე გააჩნია კარგახნის წინ, სანამ ამ ფაზებს აწყობდა საერთოდ. ღამბაჭძემ ძალიან ეფექტურად გაატანა მარჯვენა ფრთაზე და შეტევას უკვე მიშა ახობაძე უძღვებოდა. მიშამაც მოახერხა თავის წილი 10-12 მეტრის მოგება და აკადემიის შეტევა კვლავ გრძელდება. ალბათ სადღაც მე-11-მე-12 ფაზა მაინც უნდა იყოს მართალია. ორი სტატისტიკური გაჩერებული გადაცემის შემდეგ ფეხით გადაკიდება ლომაურის მოწოდებული ბურთი. შეკრა ისევ აკადემიამ თამაში. ჯერ წელწადს რა მოგახსენოთ? უკანა ხაზელებიც მიეხმარნენ. მათი რიცხობრივი უპირატესობა აისახა იმაში, რომ აკადემია მოახერხა მოლის მეორე დაწვა, მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად მინდა, რომ ნუ ამ პირველ მაღალ დარტყმულ ბურთზე უბრალოდ აცრილები არიან, როგორც ერთი ისე მეორე. ნუ იმას მარტო დაანებე თავი, ეხლა რა ხდება, შეხედე უმარტივეს სიტუაციაში გააგდეს რუსთაველებმა ბურთი წინ და აქ უკვე აფცეაური დაიძრა და მე მგონი აუჩი. ზოიძემ მოახერხა ამ ბურთის მოგება, ღამბაჭძემ კიდე საერთოდ გამოტანა. სიღრმეში ერთი გადაცემა დათო მოძღვრიშვილი, დათომ დაიკიდა მაღალი ბურთი, თვითონ მიუსწრებს თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი რომ აქ კოშაძე იყო მე მგონი ძალიანაც აქტიური. ერთ-ერთი რო დაეუფლა ამ ბურთს და შემდეგ ამოტანაც მოახერხა რამოდენიმე მეტრს. ხუციშვილმა გამოიტანა მარცხენა ფრთის კენდა, აქ რიცხობრივი უპირატესობა გააჩნდათ რუსთაველებს, მაგრამ საიდან მოიგონეს აქ კაცის გამობოტოვება, როდესაც ორი კაცი იყო ზედმეტი ფრთაზე, მე ვერ გეტყვით. აკადემიამ ჩაიგდო ბურთს ზოიძემ კონკრეტულად ღამბაჭძე ისევ სიღრმეში გადაცემა. ის უპირატესობა რომელიც წინ გავარნილი ბურთისთვის ჰქონდათ აკადემიას დამთავრებულად გამოცხადა, სამაგეროდ ძალიან ყოჩაღათაც დაიძრა ვანო ბურდულის შეტევაში.
მარცხენა ფრთიდან უკვე ცენტრალურ ზონაში გადაინაცვლეს და ისა ლომაური იყო შეტევაში. ახლა ჩემოსული ილურიძეც ჩაერთო და უნდა გითხრათ რომ თქმას ვაპირებდი რომ აკადემიამ ფაზების გადაბმა მოახერხა თქო, მაგრამ აღარ დამცალდა, იმიტომ რომ აკადემიამ რაკში თამაშის დროს მიიღო ჯარიმა. აქცეულმა მოთამაშემ ბურთს ხელი არ გაუშვა 64 წუთისთვის. თუ კი რამე თვალსაჩინო გახლავთ დღევანდელ თამაშის, გახლავთ მაღალი დაძაბულობა თამაშის, მხოლოდ 2 წუთი ეფექტური იყო. კაცილებით უფრო ეფექტური იყო. ორივე გუნდის შესრულებით. აქ რუსთაველებმა მოახერხეს თავის დერეფნის წაგება. ხამბაშცემ გადაიტანა სიღრმეში პასი მარგიანი. ამ სიტუაციაში საკმაოდ ეფექტური იყო გიო ჭუაძე. მოახერხეს კიდევ თაზე გადატანა და შეტევა აკადემიკოსების გრძელდება. შიგნით შემოტრიალებული პასი, მაგრამ გაგრძელება ვეღარ მოენახა. თუმცა საწყის ეტაპზე ძალიან ეფექტური იყო მიშა აყობაძის გარღვევა, რომ აკადემიას ეფექტურად დაემთავრებინა შეტევა. კიდე ბურთი როგორ ორჯერ გაუვარდათ ბურთი ხელიდან. უკაცრავად ბატონებო, აქვს შორს გადაკიდებული ბურთი, ზდერეფანში ბურთს მოახერხა გიო ძმანა, შარვაშიდან ბურთით მოგება. რამოდენიმე მეტრი ბიძგის ხარჯზეც მოახერხეს რუსთაველებმა წინ წასვლა. მარცაგიშვილი გადაკეტილი აქ აკადემია სრულ ფასოვნათელი უკანა ხაზი. ისე მარცაგიშვილი ვაჟახუციშვილი უკვე ხაზში გადასულა, იქიდან გამომდინარე მარცაგიშვილისთვის დაუთმია 9 ნომრის პოზიცია. პეტრიაშვილი წესების ფარგლებში ახერხებდა თითქოს, მაგრამ წინ გაუვარდათ უკვე. რამდენი ტექნიკური შეცდომა შეიძლება ხარვის შეიძლება კონდეს გუნდს. მეორე ნახევარში თითქოს საფონი წაუსვესო ბურთს, არა უვარდებათ რუსთაველებს ბურთი ხელიდან. აქ არაზუსტი გადაცემა პეტრიაშვილი. პეტრიაშვილმა ვერ ჩაიგდო ბურთი ხელში. აკადემიის შეტევა გრძელდება. ფთაზე გადააქვთ თამაში მაზმიშვილი. რამაზ მაზმიშვილი გააჩერეს ბოლოს და ბოლოს ღამბაშცემ სხვათა შორის საკმაოდ კარგი ტემპი შეუნარჩუნა გუნდს. აყობაძე გააჩერეს აყობაძე, მაგრამ ბურთი მის დარჩება. აკადემიას აქვს ბურთი. თუმცა მეორე უპირატესობა დააფიქსირა მსაჯმა. რა სახით ვერ გეტყვით, ღამბაშცე ისევ. ის რომ აკადემიის სასარგებლოდ იქნება ეს უპირატესობა, ძნელი მისაყუდრი არ არის. მოლის გვერდზე კიდევ ერთი დარტყმა. ლომაური თვითონ გადაწყვიტა რომ შეეტია, კიდე ერთი უპირატესობა იქნა დაფიქსირებული აკადემიის სასარგებლოდ და ეს ყველაფერი ხდება კარის წინ. ანუ უნდა ჩავთვალოთ რომ მინიმუმ 3 ქულა უკვე ჯიბეში აქვს აკადემიას. სიღრმეში გადატანილი თამაში. ხა ტაბლოც გასწორდა, აღნიშნული ციფრები. ანგარიშ 12-18 გახლავთ აკადემიის სასარგებლოდ. მოახერხეს თითქოს მხატვრებმა ბურთის გამოგლეჯა ხელიდან, მაგრამ ბურთის გატანა სითხოვს მსაჯი, ერთ-ერთმა ვერ მოახერხა ამ განახლებული შემადგენლობებით წინ წასვლა, სამაგეროდ მოახერხეს და თანაც როგორი მოახერხეს იოანე ხელაიამ გარღვევის მოწყობაში, მომენტალურად წამოეხმარა გიო ჭუაძე, შემდეგ მარცხენა ფრთაზე თითქოს და განვითარების შეტევის ისევ შეაგდეს ბურთი და თუ მოახერხებენ არა ახერხებენ. ამჯერად გამოიტანა ბურთი მღებრიშვილმა და მარჯვენა ფრთაზე განვითარდა შეტევა. ვაჟამ ძალიან კარგი რეიდი განახორციელა ხუციშვილმა, შემდეგ ყოშაძე ცდილობდა შეტევის გაგრძელებას. შეტევა ისევ გრძელდება რუსთავის ხარების სასარგებლოდ. ვაჟახუციშვილმა გამოიტანა ბურთი, აქ ცერაციარული მოუწია გარკვეული წილი მართალია პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ ცენტრამდე ამოტანა ბურთის მაინც მოახერხა. ფრთაზე გადაიტანეს
რუსთაველებმა თამაში, აი ეს უკვე ემდგავსება იმას, რასაც მიჩვეული ვიყავით რუსთავის ხარების თამაშის დროს, აი ეს გადამული დარტყმების მთელი სერია მაღალ ტემპში, ისევ ვაჟახუციშვილი და ისევ ბასილაია მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს, ისევ შეტევა და გარღვევის მოწყობასაც ახერხებენ გაგრძელება ჩვენიერი მოუნახა ბურჭულაძემ, მაგრამ რადგინდა მაშინ როდესაც თითქოს და დასასრულისკენ უნდა წასულიყო შეტევა, ბურთი გაუვარდა წინ და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთ, გიო ბასილაიამ გამოიტანა ბურთი. მოლი ჩამოყალიბებულია. ბურთს რუსთაველები აკონტროლებენ, მაგრამ თუ წინ სვლა შეშერდა დიდი ეჭვი მაქვს, რომ ისინი დაკარგავენ ამ ბურთს. და ზუსტად ესეც მოხდა. ყამბაშზე შეაგდო შერკინებაში ბურთი. გამოიტანა ზოიძე. გამოიტანა თვითონ შეუტია, თუმცა აქ ძალიან ფხიზლად დახვდნენ. ისევ ყამბაშზე არ ჩქარობს ბურთის გამოტანას. მორკინალეს მიანდო ეს საქმე. ბერიკაშვილი იყო შეტევაში. ისევ აკადემია აკონტროლებს. კატენაჩიოსთვის ჯერ ადრეა. ფეხით დაგიდა ყამბაშცემ ეს ბურთი და პეტრიაშვილმა აქ მარტივი არ იყო სიტუაცია, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა ამ ბურთის დაჭერა. წინ თამაშის უპირატესობა გასაგებია, რომ აქვს აკადემიას. ყამბაშცემ გადაწყვიტა, რომ შორს დაერტყა ბურთი. ეს შორს დატყმული რამდენად შორს იქნება, არ ვიცი, კი ბატონო ძალიანად შორს აღმოჩნდა და აქ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი და გიო ბასილაია მოახერხა სიტუაციის განეიტრალება. დაფრინავდა თქო, გაცილებით უკეთესი თამაშები მინახია მის შესრულებით. მაგრამ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი იმას, რომ პირველი თამაში გახლავთ ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ქვენახევრიანი პაუზის შემდეგ და აქედან გამომდინარე გუნდები ჯერ საუკეთესო კონდიციაში არ არიან. თუმცა ლომაური ნამდვილად გადასარევ კონდიციაშია, თუ ბურთი არ დაკარგა, არანაირად არ დაუკარგია და ბერიკაშვილი შვენივრად აყვა, ყველაფერი ეს ხდება მეტოქის 22 მეტრიაში, აქ ილურიძემაც ივარგა. აკადემია აკონტროლებს ბურთს, თამაშის დამთავრებამდე რჩება წუთ ნახევარი და ეს ყველაფერი ხდება მეტოქის 22 მეტრიან ზონაში. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ აკადემიას ექვსგოლიანი უპირატესობა გააჩნია. კიდევ ერთი დარტყმა, ალბათ მეოთხე. ეს სამუშაო რეჟიმი, რა თქმა უნდა, მხატვრებისთვის ძალიან მისაღებია. თამაშის დამთავრებამდე, მაშინ როდესაც რჩება წუთზე ნაკლები. ღამბაშიძემ ბოლოს და ბოლოს გამოიტანა ეს ბურთი, ფრთაზე გათამაშებული დასასრულსაც მიუახლოვდა.